Ჩოთატყეშაშვილი შემოგვერთა ამასობაში საქმიან საღამოში რომ ეს დარწმუნებული ვარ რომ კოკოლას მოყვარულია ასევე ესე არის დიახ მაგრამ ახლა გაგვიზიარებს გასული კვირის მთავარ ამბებს ეკონომიკიდან და ბიზნესიდან და მე მგონი სავალუტო ფონდის მისიით უნდა დავიწყოთ პრინციპ შეჯამება უკვე ვიცით ამ მისიის დიახ ფაქტობრივად სავალუტო ფონდმა შეაჯამა მისია რომელიც გასული კვირის განმავლობაში იმართებოდა მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაიდენბერგმა გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება იმასთან დაკავშირებით თუ რა მოლოდინები აქვს სავალუტო ფონდს საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით მათ 0.1%-ით გაზარდეს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და მოელიან 7.3%-იან ზრდა 7.2%-ის ნაცვლად ასევე ხაზი გაუსვას რომ დადებითია ის პროგრესი რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს რეზერვების შევსების მიმართულებით აქვს და ასევე მოუწოდა სეფს რეზერვების შევსება მომდევნო წელსაც თუ კი შესაბამისი საბაზრო პირობები იარსებებს, თუმცა ასევე ხაზი იყო გასმული სხვადასხვა ისეთ ფაქტორზე, რომლებიც ფაქტობრივად განგრძობითად ნარჩუნდება გამოწვევად, ესენი არის შედარებით გაზრდილი ინფლაცია, რასთან დაკავშირებითაც სავალუტო ფონდი ეროვნულ ბანკს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. ასევე ეროვნული ბანკის მმართველობის მოდელის შეცვლა საუბარი არის იმაზე რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაწყვეტილებები მიიღება საპრეზიდენტო მოდელის მეშვეობით ხოლო სავალუტო ფონდი კი მოუწოდებს მთავრობას რომ და პარლამენტს რომ მოხდეს კანონმდებლობის მოდიფიცირება ისე რომ ეროვნული ბანკის საბჭო გახდეს გადაწყვეტილების მიმღები ასევე ხაზგასმული იყო ის რომ ევროკავშირთან დაძაბულ ურთიერთობებს შესაძლოა ქვეყანაში ინვესტიციებზე ნეგატიური გავლენა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია ის რომ ამავე კვირაში იყო ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ხდომა, სადაც სებმა სავალუტო ფონდის მოწოდების საპასუხოდ ისევე ფრთხილი მიდგომა ამჯობინა და უცვლელად 8%-ზე შეინარჩუნა რეფინანსირების განაკვეთი. შოთა ასევე საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებითაც იყო წარმოდგენილი საინტერესო მონაცემები, რა იკვეთება ამ მიმართულებით, როგორც ვიცით, ერთ საინტერესო მიგნებას ვაწყდებით, განსაკუთრებით საექსპორტო ბაზარზე და რა არის ის რომ აუხსნათ მაყურებელს უფრო გასაგებენაზე. დიახ, დღეს გამოქვეყნა ექსპორტის დეტალური მაჩვენებლები, საიდანაც გავიგეთ რომ წლიურ ჭრილში არის 10%-ით გაზრდილი საქართველოს ექსპორტი და ის 6 მილიარდ 600 მილიონ დოლარს შეადგენს. კვლავინდებურად საქონლის სათავეში ნარჩუნდება მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც ძირითადად ცენტრალურ აზიაში გადის ექსპორტზე. საგულისხმო არის ის, რომ თავად იმ ქვეყნებში, სადაც მიემართება პირველ რიგში კი ყირგიზეთში ოფიციალურად გაგზავნილ ავტომობილებსა და ყირგიზეთის მიერ საქართველოდან იმპორტირებულ ავტომობილებს შორის ძალიან დიდი სხვაობა არის. და ოფიციალური სტატისტიკით საქართველოდან გაიგზავნა 1.3 მილიარდი დოლარის ავტომობილები ყირგიზეთში, თუმცა ყირგიზეთის სტატისტიკას აღრიცხული აქვს მხოლოდ 24 მილიონი დოლარის ავტოიმპორტი საქართველოდან, ეს კი დაკავშირებული შეიძლება იყოს იმასთან, რომ თავად ყირგიზეთი არ არის მიერთებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან და ყირგიზ დილერებს მას შემდეგ რაც საქართველოში შეიძენენ ავტომობილებს, თავისუფლად შეუძლიათ მათი რუსეთშივე რეალიზება და შესაბამისად ფაქტობრივად ყირგიზეთამდე ბევრად ნაკლები ავტომობილი აღწევს ვიდრე ეს საზღვრის და მე აფიქსირებს სტატისტიკის სამსახური ყირგიზეთი ის ან კვეთაც არ ხდება ამ ავტომობილების თუ შეიძლება კვეთა მოხდეს და ისე გავიდეს რომ არ მოხდეს სტატისტიკაში. სავარაუდოდ ყირგიზეთში შეიძლება არც ჩადიოდეს, იმიტომ რომ ჩრდილოეთის საზღვრიდან ხდება ამ ავტომობილების გატანა და შესაბამისად საკმაოდ შორი არის ყირგიზეთი რუსეთის მთავარ ბაზრებთან შედარებით. კი ბატონო, თბილისის ბიუჯეტიც უნდა ვახსენოთ მოკლედ შევეხოთ ამ თემასაც. დიახ, განახლდა მომდევნო წლის თბილისის ბიუჯეტი საბოლოო პროექტის სახით. საუბარი არის იმაზე, რომ პირვანდელ პროექტთან შედარებით გაზრდილი არის 111 მილიონი ლარით, თუმცა კვლავ ნაკლები არის დაახლოებით 160 მილიონი ლარით 2025 წლის თბილისის ბიუჯეტთან შედარებით და მომდევნო წელს თბილისის მერია 2 მილიარდ 190 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის ბიუჯეტი
ფაქტობრივად ყოველწლიურად გადახედვას ექვემდებარებოდა მის დამტკიცების შემდეგ არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ მომდევნო წელსაც შუა რამდენიმე თვეში შეიცვალოს და ისევე ზრდის მიმართულებით დაკორექტირდეს თბილისის ბიუჯეტი. შოთა მადლობა. ისე დამიდასტურა შოთამ ყოველყოლა სიყვარული ეს უნდა გავატანო მაგიდიდან. ესე მარტივად არ გაიცემა სხვათა შორის ამ სტუდიიდან ბატონი გიორგი ჩვენი ტექნიკური დირექტორი იცავს რომ იყო სტუდიაში მარაგების რაოდენობა, მაგრამ შოთას გადავცით ახლა და გავატანოთ. მე მგონი ბატონ გიორგის არის წინააღმდეგი და პარასკევს დავანერგოთ ტრადიცია რომ შოთას კარგი ჩართვა რო ექნება ერთ ყოველყოლა მეტი мотиваციაც ექნება. კი ბატონო შოთა ტრაშაშვილი იყო ჩვენთან ერთად. მადლობა მას კიდევ ერთხელ ინფორმაციისთვის და ჩართვისთვის.